სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ბიბლიური კითხვა-პასუხების ჩაწერას, რომელიც არის 52-ვე ნაწილი, რომელიც ჩაიწერეს 2001 წლის 18 თებერვალს. ჩვენ მივადექით ძალიან საინტერესო, მე არასდროს არ მომისმენია ესეთი უხერხულ მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, ან კარგი მდგომარეობა, რომელშიც ჯონ მაკარტური აღმოჩნდა და მას მიუთითებს ის დიდი ლოცვა, რომელიც ამ კითხვის ბოლოში აღმოჩნდება. ლაპარაკია ადამიანზე, რომელსაც აღმოაჩნდა ტვინის სიმსივნე და აინტერესებს თუ რა არის სწორი ლოცვა, როგორ მიმართოს ღმერთს და ჩვენთვისაც ეს ძალიან პრაქტიკულია, როცა ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ როგორ დავამყაროთ იმედი ღმერთზე და როგორი ლოცვა იქნება სწორი ღმერთისადმი. ან თუნდაც სხვა ადამიანის მიმართ, როგორ უნდა დავარიგოთ ან გაუზიაროთ ეს, როცა ამ პრობლემის წინაშე ვინმე აღმოჩნდება და ძალიან საინტერესო არის, მე მგონი დამეთანხმებით, როცა მთლიანად მოისმენთ ამ პასუხს, რომელიც ესე იწყება. საღამოშვიდობისა პასტორ მაკარტურ, მე ტოია თეილერი ვარ და ჩემი კითხვა ლოცვასა და ჩემ პასუხისმგებლობას უკავშირდება. მე ტვინის სიმსივნე დამიდგნეს და მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა გამკურნოს, მაგრამ ამავე დროს მე არ ვლოცულობ, რომ ღმერთმა მომხსნას ეს პირველ რიგში. უბრალოდ ჩემი ლოცვა იყო ისეთი, რომ გამაძლიერე, რადგან არ ვიცი, რომ ეს რისთვის დამემართა. თუ გარკვეული მიზეზი აქვს ამას, რომ გამომიყენოს ღმერთმა ყველაფერში და გამაგებინოს ის, რაც მას უნდა. ამიტომ მე სიხარული მაქვს პირველ რიგში, რომ ღმერთთანა ვარ და ღმერთი მე არ მიმატოვებს. მაგრამ არ ვლოცულობ, რომ მან განკურნოს და მოხსნას ეს. ისე სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ და შეგიძლიათ დამეხმაროთ ჯონ, თუ რა იქნება სწორი ლოცვა ამ შემთხვევაში. და ჯონ პასუხობს, იმედი მაქვს, რომ შემიძლია თოია, რამდენი წლისა ხართ? 34-ის. 34-ის არა? შეგიძლიათ ილოცოთ, რომ მან მოხსნას ეს? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა ილოცოთ პირველ რიგში ამისათვის. შეგიძლიათ ყველაფერზე, რაც კი გულში გაქვთ, რომ რაც გინდათ იმისთვის, რომ ილოცოთ. მაგრამ ლოცვის ბოლოს გახსოვთ რა უნდა თქვათ? არა ჩემი ნება და ტოია ამთავრებს დიახ, მისი ნება რომ იყოს. დიახ, რათა ეს მისი საქმე განდიდეს. მაგრამ შეგიძლიათ თქვენ ილოცოთ თქვენი განკურნებისთვის. და ღმერთს აქვს უფლება გითხრათ დიახ ან არა. კი ან არა. ანუ შენ უარს არ ამბობ მასზე, ხომ? არა, ბატონო პასტორ ჯონ. ასე რომ შენ არ აპირებ უთხრა მას, მაგალითად რა გიპასუხოს. ასე რომ შეგიძლია ილოცო ამისათვის და შეგიძლია იმისთვის ილოცო, რომ უფალმა შეაჩეროს ზრდა ამ სიმსივნის და გააჩეროს და სრული ჯანმრთელობა მოგცეს. ეხლა მე მაინტერესებს პასტორ ჯონ, არასწორი ამის გაკეთება, მე უბრალოდ მინდოდა, რომ ეს თქვენგან გამეგო. არა, სულაც არა, სულაც არა. შეგიძლია მთელი გულით და მთელი ძალით ილოცო განკურნებისთვის. და უთხრა, უფალო, თუ ეს შენი ნება და თუ ეს შენ დიდებას მოგიტანს და თუ ეს შენი ცხოვრების მიზანია, წაიღეს დაავადება. გახადეს არაეფექტური, კეთილთვისებიანი და რაც უნდა იყოს. ასე რომ შეგიძლია ეს თქვა. უფალო, ეს ჩემი პირველი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ ჩემი მეორე არჩევანი ის არის, რომ მომცე შენი მადლი და ძალა, რომ ეს პროცესი გადავიტანო. და ამაში შენი სახე დავინახო. ამაში შენი ხელი დავინახო. ამაში შენი დიდება გამოჩნდეს. გულწრფელად რომ თქვათ, ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება დაგემართოს, ტოია, ხო და ეს შეიძლება საუკეთესოც იყოს, რაც შეიძლება დაგემართოს. ასე არ არის? და კითხვის ავტორი ჩაფიქრდება. მე გულისხმობ ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება დაგემართოს. არის შენი სიკვდილი და ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება ყველა ჩვენგანს დაემართოს. რამე თუ ქრისტიანი პირდაპირ უფალთან მიდის. ეხლა ეს ღვთისნება თუ არა მე არ ვიცი. მაგრამ ხედავ, რომ მან უკვე იმოქმედა მისი მადლი ჩვენს გულში, ვიცი რომ გიყვარს იგი და ენდობი. ასე არ არის? დიახ, პასტორ ჯონ, ასეა. და ამაში მას ენდობით, ხომ? დიახ, რა თქმა უნდა. დიახ, თქვენ უბრალოდ გსურთ, ეხლა ნელ-ნელა შეეჩვიოთ ამ პროცესს და ეს არის თქვენი ლოცვის არსი. მაგრამ შეგიძლია ეს თხოვოთ მას, რომ აუცილებლად განკურნოთ. და ფიქრობ, ეს შეგიძლია ჭეშმარიტად, გულწრფელად, ვნებიანად თხოვოთ. დაუბრკოლებლივ. და შეგიძლია თხოვოთ მას, თუ უფალო,
ეს არ გინდა, მაშინ მომეცი მადლი და ის ძალა, რომ განგადიდო ჩემ სიტუაციაში და ჩემ მდგომარეობაში. და შეგიძლიათ ეს ამაღამვე გააკეთოთ. ხედავთ, თოია, მე თქვენს სახეზე ღიმილს ხედავ. მე თქვენს სახეზე ამ ღიმილში ღვთის საქმეს ხედავ. და იცით ადამიანის უმეტესობა, ვინც ასეთი ამბები გაიგო, ის არანაირად აქ არ დადგებოდა და სახეზე ღიმილი არ ექნებოდა. თქვენ კიდე ხართ იმედით, რწმენით და ნდობით, რომ ღმერთია პასუხისმგებელი იმისი, რაც თქვენ თავზე ხდება. და თქვენ ეს იცით. ეს არის თქვენი უფალი და თქვენი მხსნელი. და ის თქვენზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი თქვენ გიცნობთ. და მან ეს უკეთესად იცით, რა გჭირდებათ და რა განადიდებს მას და რა მოუტანს მას პატივს. იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. ამიტომ მე მჯერა, რომ ის აუცილებლად განადიდებს საკუთარ თავს თქვენი მეშვეობით. იმიტომ რომ ის ყოველთვის ამას აკეთებს თავისი შვილებისათვის. ამიტომ გთხოვთ მოძებნოთ გზები, რომლითაც თქვენ ღმერთს პატივი უნდა ცეთ და ის პატივსაცემია იმ სიხარულით, რომელსაც მე თქვენ სახეზე ვხედავ. თქვენ თავდაჯერებულობაში, რწმენასა და ნდობაში. მაგრამ თოია, ჩვენ ყველანი თუნებას დაგვთავ შემოგიერთებით ლოცვაში. შეგვიძლია ამის გაკეთება? შეგვიძლია რომ ახლა ვილოცოთ თქვენთვის? დიახ, პასტორ ჯონ, გმადლობთ. მამაო, თქვენ იცნობთ თქვენ შვილ ტოიას, თქვენ იცნობთ მის გულს და თქვენ იცნობთ მის ცხოვრებას. თქვენ ასე იცნობთ მის სხეულს და მის ტვინს. თქვენ ყველაფერი იცით მის შესახებ, მისი დაავადების შესახებ. თქვენ არაფერი არ გამოგრჩევათ, იმიტომ რომ ის სამუდამოდ თქვენია, ის თქვენი შვილია. და უფალო თქვენ იცით რომ ეს მისთვის უდიდესი განსაცდელია. და უფალო ჩვენ თამდაბლად მოვდივართ, ყოყმანის გარეშე გთხოვთ, რომ მიანიჭო მას ფიზიკური განკურნება და ჯანმრთელობა. შეაჩერო ამ სიმსივნის ზრდა. შეაჩერო კიდევაც იგი და მისცე მას სულიერი სიცოცხლეც, რათა პატივი მიგაგოს და განგადიდოს შენ. ეს ჩვენი სურვილი იქნებოდა, რადგან გვიყვარს იგი და ვზრუნავთ მასზე. და ჩვენ თანაუგრძნობთ მის ტკივილს, მის მოყვარულთა ტკივილს, მისი ახლობლების ტკივილს, ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, იმიტომ რომ ჩვენ დაქანცულები ვართ იმითი, რასაც ცოდვა აკეთებს ამ ქვეყნად. ჩვენ იესოს მსგავსად ვდგავართ ლაზარეს საფლავთან და ვტირით, არა ლაზარესათვის, არამედ იმ ცოდვისათვის, რომელიც მუდმივად დაუსრულებლად აწვალებს კაცობრიობას და ახდენს ზემოქმედებას. და გსურს რომ გატეხო ეს ცოდვის ძალა, რომელიც ანადგურებს ამდენი ადამიანის სიცოცხლეს, სხეულს და სულსაც. და ჩვენ ვიბრძოლებთ, წინააღმდეგობას გაუწევთ ამ ცოდვის მოქმედებებს. ასევე გსურს რომ გნახოთ, რომ განდიდდეთ ამ ტოიას განკურნებით და გამჯართელებით, ამ განსაკუთრებული გზით, რომელ ძალასაც აქვს ადამიანური ხსნა და ეს დიდება რომ მხოლოდ შენ მიიღო. უფალო, შენ იცი, შესაძლოა შენთვის უფრო დიდი დიდება იყოს ის, ვიდრე ოდესმე წარმოგვიდგენია ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ თხოვნაში. ამიტომ გთხოვთ, მისი ცხოვრებით განადიდოთ იესო ქრისტე, მისი რწმენით, სიხარულით, სიმშვიდით და იმედით ყველაფრის ამ შუაგულში, რათა იდიდოს იესო ქრისტემ. ეს არის ჩვენი ლოცვა და გმადლობთ მამაო, რომ ჩვენ ყველანი როდესღაც აუცილებლად სამუდამოდ შენს თანდასწრებაში ვიქნებით ერთად, სადაც არ იქნება მწუხარება, სევდა, ტირილი, ავადმყოფობა და სიკვდილი. და ამ დიდებული იმედით ვცხოვრობ და უმკლავდებით სიცოცხლეს და სიკვდილსაც კი. გმადლობთ ამ იმედისათვის და სიხარულისათვისაც კი. შეგვიძლია ყველაფრით ვიხაროთ, იმითაც კი, რამაც შეიძლება ჩვენი სიცოცხლე წაგვართვას, რადგან ეს არ არის დასასრული, არამედ ეს არის ნამდვილი დასაწყისი. ამასობაში ტოიას შენ გაბარებთ და გთხოვთ რომ მან განიცადოს შენი მადლი, შენი სიყვარული და შენი ძალა და თუ შენი ნება, შენი განკურნება. ქრისტეს სახელით ყველამ თქვათ ამინ. ამინ. ჩვენი დრო გავიდა, არ ვიცი ახლა
თუ შეგვეძლო ამაზე უფრო ძვირფასი დროის გატარება ერთმანეთთან და ამაზე უფრო ძვირფასი იყოს, როდესაც ღვთის ტახტს მიახლები და მასთან ლოცულობ. ჩვენ ეკლესიაში ბევრი ადამიანია, ვინც იგივე სირთულეებს ებრძვის. მე არ მინდა ტოია დავაკნინო, ის დიდი მადლი არის ჩვენი ეკლესიის ოჯახისათვის და ეს ყველამ ვიცით. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ თქვენ უნდა გახსოვდეთ მუდმივად ილოცოთ. იცით, ამ შუა დღისას მე ფიქრობდი, რომ უბრალოდ ძალიან მჭირდებოდა წირვის დასაწყისში, რომ ჩემთვის ყველას ელოცა. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ილოცოთ ჩვენი ეკლესიისათვის, რომ ილოცოთ პირადად ჩემთვის. ამას სერიოზულად ვამბობ, რომ ჭეშმარიტად მე მჭირდება თქვენი ილოცვა. თქვენ უნდა ილოცოთ ჩემ ძალისათვის, სიბრძნისთვის, დაცვისათვის, ერთგულებისათვის, სიწმინდისათვის და ყველა ამ მნიშვნელოვანი რამისთვის. მე მჭირდება თქვენი ილოცვები და თქვენ უნდა ილოცოთ, რომ ღვთის სიტყვა მისი ძალით გავრცელდეს. თქვენ ასევე უნდა ილოცოთ ჩვენი უხუცესებისათვის, ლიდერებისათვის, დიაკვნებისთვის, მასწავლებლებისათვის. თქვენ უნდა ილოცოთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. ჩვენ ყველანი კარგად ვიცავთ, კარგად გამოვიყურებით, კარგი სუნი აგვდის, მაგრამ შინაგანად ჩვენ უბედურები ვართ. და გვაქვს ყველა ის პრობლემა, რასაც სამყარო გვთავაზობს. ასე არ არის? ზოგიერთ თქვენგანს გულია გატეხილი შვილების გამო, ზოგიერთ თქვენგანს გულია გატეხილი შვილების გამო, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება საშინელ ქორწინებაში იყოს და გტკივათ, რომ ესეთ მეუღლესთან ხართ. ზოგიერთ თქვენგანს ცუდად გექცევიან, ზოგს სამსახურში უჭირს, ზოგს საერთოდ სამსახური არ აქვს, ზოგს ფინანსური პრობლემები აქვს ამ კრედიტების გამო. და რო საკრედიტო ბარათზე უწევს ცხოვრება, ზოგს აქვს ამატყოფობა და უჭირთ. იმიტომ რომ ეს არის ცხოვრება. ცხოვრება რეალურად ეს არის, სულ გაჭირვება. და საკმაოდ სისულელეა იფიქრო, რომ ეკლესიის პასუხისმგებლობა ყველაფრის ამით განკურნება. ეკლესია ამებს ყველაფერს ვერ მოაგვარებს. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის, რომ გასწავლოთ ღმერთს როგორ მიედოთ. გაგაცნოთ ის. თუ გსურთ, რა თქმა უნდა, კონსულტაციაზე მოსვლა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ თქვენ პრობლემებში, რათა დაბრუნდეთ და უკვე სხვა პრობლემა დაგხვდეთ მერე თქვენ. რადგან ეს არის ცხოვრება, რეალურად ცხოვრება ეს არის პრობლემებთან გაუთავებელი ჭიდილი. მაგრამ თუ გსურთ, რომ არსებული პრობლემა სხვაში გაცვალოთ, სიამოვნებით დაგეხმარებით, მაგრამ ვერ მოგიგვარებთ ყველაფერს. ჩვენ აქ არა ვართ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გითხრათ, რომ არსებობს ღმერთი რეალურად, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და ის დაგაყენებთ ფეხზე. და თქვენ დღეს საღამოს ამის პატარა გამოვლინება ნახეთ. მოდით შევთანხმდეთ, რომ ყოველთვის ერთმანეთისთვის ვილოცებთ. შეგვიძლია ამის გაკეთება? ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ყოველთვის ეს უნდა გქონდეს ეს განცდა. მოდით ახლა და ყველამ ერთად კიდევ ერთხელ ვილოცოთ. მამაო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ ურთიერთობისათვის. მადლობთ, რომ შეგვეძლო დღეს გაგვეხსენებინა შენი სიტყვის საოცარი, მდიდარი და ამაღელვებელი ჭეშმარიტებები. გმადლობთ, რომ დაპირისპირების, პრობლემებისა და განსაცდელების შუაგულში ჩვენს გულში ღრმა სიმშვიდეა მაინც. სწორედ ამ სიმშვიდეში ვხარობთ, ამ სიმშვიდით დავდივართ, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატება. და ჩვენ მოუთმელად ველით იმ დღეს, როდესაც ყველა ჩვენი განსაცდელი დასრულდება და მარადილ სიხარულში შევალთ. ჩვენ გმადლობთ ამ დაპირებისათვის, რომელსაც იესო ქრისტეში და მისი სახელით იძლევით. ამინ.